92 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. რომ სადაც მართლა 82 წლის ჩემპიონატი რა. სადაც მსოფლიო ჩემპიონატი არის ყველაზე რთული ჩემპიონატი ფეხბურთში რა. არის ევროპის ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი და ოლიმპიადა. ხო, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი მაინც ძალიან დიდი ტვირთია რა, როდესაც ხვდები მსოფლიო ჩემპიონატში შედარებით და გადიხარ უკვე ესე ფინალურ ეტაპზე, ძალიან სანერვულოა, როდესაც მოედანზე გადიხარ და ნუ ეხლა ჩვენ კაი გუნდი ვიყავს საბჭოთა ნაკრები, კაი გუნდი იყო, მაგრამ მანდი იყო რამოდენიმე ჩემი აზრით, ჩემ გადასახედიდან ახლა რომ ორი ფეხბურთელი რომელიც ესე იგი დატოვა ერთი ყიფიანი ერთი გუცაევი. ხო, იმიტომ რომ ჩემი მეგობრები არიან და იყვნენ და არიან და იქნებიან ყოველთვის ჩემ გულში, იმიტომ კი არ ვამბობ ამას. ვამბობ, იმიტომ რომ ის საქმიდან გამომდინარე და იქ სიტუაცია გამომდინარე. ესენი რო ყოფილიყონ, ჩვენ ფინალამდე მივიდოდით რა. ჩვენ თამაშობდით პოლონეთთან, ესე იგი თამაში. ესე იგი სადაც ესე იგი ჩვენ ესე იგი აუცილებლად ნონოგვეგო და პოლონელებს ყოფნიდა მაშინ ეგეთი სისტემა იყო. პოლონელებს ყოფნიდა ნიჩია. ფრეხ ყოფნიდა და აქედან გამომდინარე იქ იყო გუცეებს და დათოს თამაში იყო რა. და მithumedes უწვრელებმა დაგვაყენენ 5 თუ 6 დამცველი დაგვაყენენ რა. და მთელი 2 ტაიმის განმავლობაში დამცველი ვიყავი მე და ერთი მომენტი მე მქონდა, ის მომენტი არ გონია. უკინდა თამაშობდით, აქ იყო ტაქტიკური შეცდომა იყო მწვრელების მიმართ და არასწორად მოიქცნენ, როდესაც არ წამოიყვანენ და დატოყიფიან და ვაგუცერო არ წამოიყვანენ და მე ვიტყვი ესენი რო ყოფილიყონ ჩვენ ფინალამდე მივიდო, იმიტომ რომ ძალიან მაგარი გუნდი იყო. წარმომიდგენია თვითონ დატოყიფიანისთვის და ბატონი ვოვასთვის როგორი გულგასაწყვეტი იქნება. ის საწყენი რა იყო ის, მაგრამ შენ ხმას ვერ იღებდი, ჩვენ კი ვიყავით 4 ფეხბურთელი. თქვენ ჩევაძე, შენგელია და ტარასელია. კი ვიყავით 4, მაგრამ ხმა იქ ვერ ამოიღებდი იმას, აქ ვერ იტყოდი რომ ეს რატო ამოიღეს, სხვა სიტუაცია იყო და ბატონო თენგიზ ზუსტად მაგის გამო ხო არ დატოვეს გუცაევი და ყიფიანი რომ ბევრი ქართველი არ ყოფილიყო. ახლა 6 ქართველი უკვე ჟღერს. ხო, მე სიმართლე გითხრა მაგ საუბარი იყო ნაგრების ხელმძღვანელობაში რა. იყო ხო? კი. ეხლა საწყენი კიდო ის არის, ეხლა ვიც არის ეს რა, ბევრს არ ეცოდინება. ისეთი ფეხბურთელი და მაგარი ბურაკი იყო, მაგარი ფეხბურთელი. მაგრამ ქონდა კაც ფეხი მოტეხილი. და ფეხი მოტეხილი კაცი წამოიყვანენ და ჯამთელი კაცი გუცაევი და დატოყიფიან და დატო ნუ ეგ თან ფორმის პიკში მყოფი ორივე. ორივე რა და ორივე ისე იმ თამაში რო ყოფილიყო პოლონეთთან 100%-ად მოგებული ქონდა რა.